მოგესალმებით ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრიდან. ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და დივიის საერთაშორისო მხარდაჭერით პროექტის მისი ხმის ფარგლებში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო Z. პროექტის მისი ხმის ფარგლებში შეიქმნა 12 სათემო რადიო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი რადიოს მოსმენა შეგიძლიათ ონლაინ ვებგვერდზე HerVoice-G. ჩვენ კი შევეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა და ერთად გატარებული დრო იყოს დასამახსოვრებელი. თქვენთვის ეთერში მუშაობს ნინო ფატარიძე. ახლა კი რუბრიკა კალენდარი. ბიონსე ჯისელ ნოუსლი დაიბადა 1991 წლის 4 სექტემბერს. ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, მოდის დიზაინერი და მოდელი. ბიონსემ დაიწყო თავისი მუსიკალური კარიერა 1990-იანი წლების ბოლოს, როგორც ჯგუფის Destiny's Child-ის წევრი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალთა ჯგუფი იყო იმ დროისთვის. ჯგუფი გამოირჩეოდა თავიანთი უნიკალური მომხიბლავი მუსიკით. ბიონსემ ჯგუფის დაშლის შემდეგ დაიწყო სოლო კარიერა და 2003 წელს გამოუშვა თავისი პირველი სოლო ალბომი Dangerously in Love. ალბომი ფართო პოპულარობით სარგებლობს და მოიპოვა მრავალი პრემია, მათ შორის რამდენიმე გრემის ჯილდოც. იგი აქტიურად აყალიბებს პოპ კულტურას და ცნობილია თავისი საქმიანობით, სოციალური საკითხების მიმართ სიფრთხილით და მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით. რუბრიკა პორტრეტებით გაგაცნობთ ჩვენს გვერდით მცხოვრები ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, თუმცა მათი საქმიანობით და ისტორიებით გამორჩეულ ქალებს. გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ გოგონასთან, რომელიც ფლექსის პროგრამის მეშვეობით ამერიკაში სწავლობს. ფლექსი არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გაცვლითი პროგრამა, რომელიც ქართველ მოსწავლეებს აძლევს შანსს განავითარონ თავიანთი ცოდნა და შეიძინონ ახალი გამოცდილებები ამერიკულ გარემოში. ბარბარე ვარდიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც წარმატებით გაიარა პროგრამაში მონაწილეობის რთული პროცესი და ახლა ჩვენ გსურს გავიგოთ, რა გახდა მისი მოტივაცია, რა სირთულეები გადალახა და რა შთაბეჭდილებები აქვს ამ დაუვიწყარი თავგადასავალი შესახებ. მოტივაცია გახდა იმ ფლექს კურსდამთავრებული ბავშვების ისტორიები, რომლებიც საქართველოში ბრუნდებოდნენ და ყვებოდნენ თავიანთი გამოსავალების შესახებ, როგორ კარგს ატარებდნენ ამერიკულ სკოლაში. ყველა თინეიჯერი ჩემი ოცნება იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრა და ჩემი ვაშინგტონის აეროპორტიდან განხოსვა და ამერიკის თვალით გაცნობა ძალიან შოკის მომგვრელი იყო და ამავდროულად შთამბეჭდავი. შეიძლება ასე ითქვას, რომ მოლოდინებსაც კი გადააჭარბა. სასწავლო გარემო დიდად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით საქართველოსა და ამერიკის სკოლებს შორის. მოდით მოვისმინოთ ბარბარის შთაბეჭდილებები ამ განსხვავებებზე. ამერიკულ და ქართულ სკოლებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მაგალითად, ქართული სკოლა პატარაა ამერიკულთან შედარებით. თუ საქართველოში პირველ-მეოთხე კლასელები ერთად სწავლობენ, აქ კამპუსებია და დაყოფილია შენობები კლასების მიხედვით. აი, როგორიცაა დაწყებითი სკოლა, მოზარდების სკოლა, მაღალი კლასის სკოლა. და ასევე ვახსოვნა, რომ მასწავლებლები ძალიან თბილები და ძალიან კეთილები არიან ბავშვების მიმართ. ბოლო კლასში განსხვავებული მოსწავლეების ხედავ. ამერიკულ სკოლაში კლასებს იმის მიხედვით ირჩევ, თუ რა გაინტერესებს და რისი სწავლა გსურს. სკოლა ამ ყველაფერს გთავაზობს. ასევე შთაბეჭდავია ისიც, რომ როგორც ჰოლივუდის ფილმებში გვაქვს ნანახი, უზარმაზარი სკოლებია, თავისი დიდი ბიბლიოთეკითა და უშუალო კომპიუტერებით, რაც ქართულ სკოლაში არ გვაქვს. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან დიდი აქცენტია გაკეთებული სპორტზე და აბსოლუტურად ყველა სპორტის თამაში შეგიძლია ამ უზარმაზარ უშუალო ამერიკულ სკოლებში. ახალ ქვეყანაში და გარემოში ცხოვრებას ყოველთვის მოაქვს თავისი გამოწვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სრულიად ახალ კულტურას ეჩვევი. საინტერესო იქნება გავიგოთ, რა სირთულეები შეხვდა ბარბარეს ახალ გარემოში ადაპტაციისას.
რომ თქვათ, თავიდანვე ვამზადებდი საკუთარ თავს მომავალი ჩელენჯებისთვის. მუშაობდი საკუთარ თავზე, რომ აღმოვეფხო რომელიმე რთული საფეხური, რაც კი შემხვდებოდა ჩასვლის შემდეგ. ერთ-ერთი რთული ბარიერი ესაა ინგლისური ენა, რადგან ამერიკაში ამერიკელების ინგლისური განსხვავდება ყველა დანარჩენ ინგლისურისგან, რომელთაც ხალხი მსოფლიოში საუბრობს. ასევე ჩელენჯი იყო სკოლაში ადაპტაცია და მათ გარემოში მორგება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა ეს ბარიერი უკვე დავძლე და არაფერი რაც მაფერხებს, რომ უფრო მეტი გავაკეთო. ამერიკაში სწავლის გამოცდილება ხშირად ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ადამიანის მომავალზე. ახლა ვნახოთ, როგორ შეცვალა ფლექსის პროგრამამ ბარბარის გეგმები და მიზნები. ჩემი მომავლის გეგმა და მიზანია, რომ მივაღწიო მეტ ცხოვრებაში. გავუზიარო მიღებული გამოცდილება ჩემს თანატოლებს საქართველოში და გავაკეთო მათთვის სასარგებლო საქმეები და შევცვალო კარგისკენ მათი თვალსაჩინო. ბევრ ახალგაზრდას სურს ფლექსის პროგრამაში მონაწილეობა და ამ გზის გავლა. საინტერესო იქნება, რა რჩევას მისცემს ბარბარე მომავალ ფლექსერებს. მომავალ ფლექსერებს მინდა ურჩიო, რომ იფიქრონ იმაზე, თუ რა ბარიერებს შეხვდებიან ამერიკაში. იფიქრონ, რას მიუტანენ ამერიკელ სკოლასა და ბავშვებს. ასევე ისიც, რომ მათ დახვდებათ პოზიტიური გარემო და ყოველდღიური უმაგრესი სიახლეები. ფლექსის პროგრამა არა მარტო აკადემიური და კულტურული გამოცდილებაა, არამედ პიროვნული განვითარების უნიკალური შესაძლებლობა. ბარბარის ადაპტაციის სირთულეებმა და გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, როგორც ცვლის ეს პროგრამა ადამიანს და მის მომავალ გეგმებზე გავლენას. მისი რჩევები მომავალ მონაწილეებს თავდაჯერებულობას მიანიჭებს, რომ პროგრამის ყველა შესაძლებლობა სრულად გამოიყენონ. შემოგთავაზებთ რუბრიკას გენდერული ტერმინები, რომელშიც შევეცდებით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ტერმინები, რომელიც უშუალოდ შეიძლება შეგხვდეს როგორც სოციალურ სივრცეში, ასევე ტელევიზიით და რადიო მაუწყებლობაში. ვფიქრობ, საინტერესო და სასარგებლო სიახლე იქნება მსმენელთათვის. გენდერული ტერმინი სლათ-შეიმინგი. სლათ-შეიმინგი მორალური კრიტერიუმებით თავდასხმის სექსისტური სიძულვილის ენის ფორმაა. მას სტერეოტიპულ წარმოდგენებთან შეუსაბამო გარეგნობის, ჩაცმულობის თუ ქცეების გამო ადრესატების გასაკიცხვად იყენებენ. ძირითადად სლათ-შეიმინგის მსხვერპლები ქალები ხდებიან. ახლა კი შემოგთავაზებთ რუბრიკას ჰოროსკოპი. რუბრიკა ჰოროსკოპით გაგაცნობთ ამ თვის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის. ზოდიაქოს ნიშანი ვერძი. სექტემბრის დასაწყისში ვერც შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციები გქონდეს პარტნიორებთან, დიდი მოლოდინებისა და დაძაბული სიტუაციის გამო. შესაძლებელია დროებითი განშორებები, თუმცა შესაძლებელია ახალი ნაცნობებიც, რაც სასიამოვნო მომენტებს და რომანტიულ განწყობას შეგიქმნის. ზოდიაქოს ნიშანი კურო. ყურადღებისა და მზრუნველობის ნაკლებობის შემდეგ, რაც აგვისტოში იგრძნობოდა, სექტემბერი ემოციურად უფრო ინტენსიურს გვპირდება. პარტნიორებს შესაძლებათ განიცადონ ახალი გრძნობები და დაინახონ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. თუმცა თუ 18 სექტემბერს სავსემთვარეობამდე ორმხრივი წყენა არ მოგვარდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და დაშორებაც კი. ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. ტყუპებისთვის სექტემბრის დასაწყისი შესაძლოა საბინაო საკითხების მოგვარებასთან იყოს დაკავშირებული. შესაძლოა საჭირო გახდეს რემონტი, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ურთიერთობები შესაძლოა გართულდეს ახალი რომანის გამო, რომელიც ერთ-ერთ პარტნიორთან დაიწყო. ზოდიაქოს ნიშანი კირჩხი. სექტემბერი კირჩხიბებს აგვისტოში დაწყებული კონფლიქტების გაგრძელებას მოუტანს. უნდობლობამ დაჩხუბმა შეიძლება შეარყიოს ჰარმონია ურთიერთობაში. არ უნდა აჩქარდეთ. ნაჩქარევი დასკვნის გამოტანა დაშორებამდე მიგიყვანთ. ჯობს სიტუაცია ბუნებრივად განვითარდეს და არ აჩქარდეთ. ზოდიაქოს ნიშანი ლომი.
ლომებისთვის სექტემბრის მთავარი ამოცანაა ურთიერთობებში პირადი საზღვრების დადგენა და არის თქმის უნარი. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ფინანსური პრობლემები და მოგცემთ შესაძლებლობას თავი გამორჩეულად იგრძნოთ. სამყაროს ახალი აღთქმა საშუალებას მოგცემთ მოიზიდოთ პერსპექტიული შესაძლებლობები და დამოუკიდებლად მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ზოდიაქოს ნიშანი ქალწული. ქალწულებისთვის სექტემბერი ურთიერთობებში დიდი ხნის პრობლემის გადაწყვეტით დაიწყება, რაც ახალ შესაძლებლობებს გახსნის და პრიორიტეტების გადახედვას შეუწყობს ხელს. ეს ქალწულებს საშუალებას მისცემს განავითარონ და მიიღონ ახალი ცხოვრებისეული გამოცდილება, თუმცა ჩვეული მინდაჭულობისგან ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პარტნიორის გადაწყვეტილებაზე. ზოდიაქოს ნიშანი მორიელი. მორიელებისთვის სექტემბერი რთული პერიოდი იქნება ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად იყოთ თქვენს განცხადებებში, განსაკუთრებით მზის დაბნელებისა და სავსე მთვარის დღეებში 16-დან 18 სექტემბრამდე. თვის შუა რიცხვებში გადამწყვეტი იქნება შეძლებთ თუ არა ერთმანეთის ღირებულებებს მოერგოთ. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისმა შეიძლება ერთობლივი მოგზაურობა მოიტანოს, თუ წყვილში ჰარმონიის შენარჩუნება მოახერხებთ. ზოდიაქოს ნიშანი მშვილდოსანი. მშვილდოსანს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოუწევს. პარტნიორთან ურთიერთობისას შეცდომების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და პირდაპირობის შეკავება. უმჯობესია თქვენი დამოუკიდებლობა საკუთარი განვითარებისკენ მიმართოთ, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებას. ზოდიაქოს ნიშანი თხის რქა. სექტემბერში თხის რქების პირადი ცხოვრება დასტაბილურდება, ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება. მნიშვნელოვანია პარტნიორობაში თანასწორობის აღიარება, რათა თავიდან აიცილოთ კონკურენცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აგრესია. პერიოდი ჰარმონიული იქნება და ურთიერთგაგებასა და მხარდაჭერას მოუტანს. ზოდიაქოს ნიშანი მერწყული. სექტემბერში მერწყულის ახალხან დაწყებული ურთიერთობა რთულ ადაპტაციას გაივლის. ჰარმონიის შესანარჩუნებლად აუცილებელია პარტნიორობაში მისაღების საზღვრების გარკვევა. ეს დაგეხმარებათ ისწავლოთ ერთმანეთის დაფასება და პატივისცემა. ზოდიაქოს ნიშანი თევზები. სექტემბერში თევზების სასიყვარულო ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს 18 სექტემბრის დაბნელება. ამ დღეს თავი უნდა არიდოთ კონფლიქტებს და არ მოერიდოთ საყვარელი ადამიანებისგან რჩევების მიღებას. რთულ პერიოდში პარტნიორის მხარდაჭერა გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას. მნიშვნელოვანია პატივის წეს პარტნიორის არჩევის თავისუფლებას და არ მოხდეს მისი მანიპულირება. ჩვენი დღევანდელი ეთერი დასასრულს მიუახლოვდა. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილები და უკეთესი მომდევნო დღეების იმედით. ბოლოს კი გიტოვებთ სერიალს, რომელიც ვფიქრობ სასიამოვნო განწყობას შეგინარჩუნებთ.